კანონის ენა ზოგჯერ რთულია. ჩვენ აგიხსნით მოკლედ და გასაგებად. ყოველ სამუშაო დღეს იუსტიციის სასწავლო ცენტრი და რადიო იმედი წარმოგიდგენთ ერთობლივ რუბრიკას კანონი მარტივად. თეა პერტაიასთან ერთად. იცოდეთ, დაიცავით და იყავით დაცული. გამარჯობა, ეს რადიო იმედია. ახლა მარტივად გავიგოთ კანონის თანახმად, რა ხდება მაშინ, როცა შრომის შინაგანაწესი შრომითი ხელშეკრულების ნაწილია. უნდა იცოდეთ, რომ შრომის კოდექსის მიხედვით შრომითი ხელშეკრულებით შეიძლება შრომის შინაგანაწესი შრომითი ხელშეკრულების ნაწილად განისაზღვროს. ასეთ შემთხვევაში დამსაქმებელი ვალდებულია, რომ პირს შრომითი ხელშეკრულების დადებამდე გააცნოს შრომის შინაგანაწესი. ეს იმას ნიშნავს, რომ შრომითი შინაგანაწესის ამოქმედებისთვის აუცილებელია ხელშეკრულების დადებამდე დასაქმებულისთვის მისი გაცნობა. შრომის შინაგანაწესის გაცნობაში იგულისხმება დასაქმებულისთვის შინაგანაწესის ტექსტის ხელმისაწვდომობა და გაცნობის შესაძლებლობის არსებობა. შრომითი შინაგანაწესის გაცნობა შეიძლება მოხდეს როგორც მატერიალური სახით, ისე ელექტრონული ფორმით. პირველი შემთხვევის კარგი მაგალითია სამუშაო სივრცეში შინაგანაწესის ტექსტის განთავსება. ელექტრონული ფორმის ნიმუშია შინაგანაწესის დასაქმებულის ელექტრონულ მისამართზე გაგზავნა. მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ თუ შრომის შინაგანაწესი შრომითი ხელშეკრულების ნაწილია, დასაქმებულის მიერ შინაგანაწესის დარღვევა შეიძლება გახდეს მისი შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის, ანუ გათავისუფლების საფუძველი. ეს ის შემთხვევაა, როდესაც დასაქმებულის მიერ შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულება უხეშად დაირღვა, ან შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულება არაა უხეშად დარღვეული, თუმცა დასაქმებულის მიმართ ბოლო 1 წლის განმავლობაში უკვე გამოყენებული იყო დისციპლინარული პასუხისმგებლობის რომელიმე ზომა. შრომითი შინაგანაწესით დასაქმებულის ვალდებულებებთან ერთად განისაზღვრება აღნიშნული ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში პასუხისმგებლობის ფორმები. მარტივი მაგალითი. დაუშვათ შრომითი შინაგანაწესის თანახმად დასაქმებულის სამუშაო საათებია შესვენების დროის გათვალისწინებით 9-დან 18 საათამდე და ის ვალდებული აღნიშნული დროის განმავლობაში სამუშაო ადგილზე იმყოფებოდეს. ამ შემთხვევაში აღნიშნული დროის განმავლობაში სამუშაოს დაუსაბუთებლად და გაუფრთხილებლად გაცდენა და გვიანება მიიჩნევა დისციპლინურ გადაცდომად. შრომითი შინაგანაწესით ასევე განისაზღვრება დისციპლინური პასუხისმგებლობის ფორმები, კერძოდ შენიშვნა, საყვედური, სასტიკი საყვედური ხელფასის დაქვითვა და შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა. დამსაქმებელს შეუძლია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დისციპლინური გადაცდომის სიმძიმიდან გამომდინარე განსაზღვროს დასაქმებულის დისციპლინური პასუხისმგებლობის ფორმა. მაგალითად, სამუშაო ადგილზე დაგვიანების შემთხვევაში დასაქმებულს გამოუცხადოს შენიშვნა. თუმცა იმედი მაქვს, მსგავსი პასუხისმგებლობის ფორმები თქვენ არ შეგეხებათ. აი ესე ოპტიმისტურად იმედის რადიო ტალღაზე. ვიცოდეთ მეტი და ვიყოთ დაცული. კანონის გამარტივებაში დაგვეხმარა იუსტიციის სასწავლო ცენტრის ტრენერი ელენე ებანოიძე. დროებით. კანონის ენა ზოგჯერ რთულია. ჩვენ აგიხსნით მოკლედ და გასაგებად. ყოველ სამუშაო დღეს იუსტიციის სასწავლო ცენტრი და რადიო იმედი წარმოგიდგენთ ერთობლივ რუბრიკას კანონი მარტივად. თეა პერტაიასთან ერთად. იცოდეთ, დაიცავით და იყავით დაცული.